Савасот арх пробуждениес видеос, რაც ითარგმნება როგორც გამოხვიძება და ამ ვიდეოში ინტერვიუს იძლევა დევიდ უილკოკი. განხილვის თემა სული, ქვეცნობიერება, კოსმოსი, უცხოპლანეტელები. დევიდ უილკოკი ამბობს, ადამიანის უმრავლესობას სწამს, რომ მხოლოდ ფიზიკური მატერია არსებობს. მაგრამ სინამდვილეში არსებობს სხვა რეალობა. სამყარო შექმნილია არამხდარი და ინერციული მატერიისაგან, არამედ წარმოადგენს ცოცხალ და გაცნობიერებულ არსებებს. სამყარო ცოცხალია და ცნობიერი. გააჩნია ამ გონებამ შექმნა სივრცე, დრო, მატერია, ბიოლოგია და ცნობიერება თავის გავსად. აგრეთვე თავის აზრს გამოხატავს კორი გუდიც ამ ვიდეოში, რომელიც ამბობს, არანაირი ღმერთი არ არის, იმ წარმოსახვით არ აქვს ძვლები, ხორცი და თეთრი წვერი. სამყარო ეს არის გონება. ყოველი პატარა ნაწილაკი სამყაროში ეს არის ღმერთი და ჩვენ ვართ მისი ნაწილი. დევიდ აიკი, მე ბევრჯერ ვახსენებდი დევიდ აიკის პუბლიცისტი, მკვლევარი, რა ვიცი, მწერალი. დევიდ აიკი ამბობს, ჩვენ ყველა ღმერთები ვართ. ჩვენ ყველანი ვართ ცნობიერება, რომლებსაც აქვთ მოკლე ადამიანური გამოცდილება. თუ შენ თავს აღიქვამ პატარა ადამიანად, შენ იცხოვრებ სხვადასხვა ცხოვრებებით. პატარა თემა ამ ვიდეოსი, ეს ვრცელი ვიდეოა, მთავარი საიდუმლო. ისევ დევიდ აიკი გამოთქვამს თავის აზრს. ადამიანებმა, რომ თავის ცხოვრებას დააკვირდნენ, ნახავდნენ ერთ და იგივე რაღაცას, რომელიც გავს მოვლენების სერიას, რომლებიც უმრავლესობას ეგონება შემთხვევითობა და მასეთებად უნდა ვნახოთ ისინი, რადგან თუ თქვენ ნახეთ ნივთები, როგორც შემთხვევით, ანუ როგორც შემთხვევითობა, თქვენ ნახავთ როგორც ნიმუშს. მაგრამ როდესაც შენ ჩერდები და უკან გაიხედები, გესმის, ეს შემთხვევითობა არ არის. ეს სინამდვილეში მოვლენების სერიაა. დევიდ უილკოკი. ხო, მე მას ვკითხულობ და ბოდიშ გიხდით. ხერთომებისთვის, რადგან ცუდად ვხედავ.
დევიდ უილკოკი იმის მიუხედავად, რომ სამყარო უსაზღვროა, ჩვენ მათთან გვაქვს კონტაქტი, ჩვენ ფიზიკური ავატარების სიკვდილის შემდეგ ჩვენ კიდევ დიდხანს ვიცოცხლებთ. ლორა ეზენჰაუერი არის მონაწილე საიდუმლო კოსმოსური პროგრამების და პრეზიდენტ ეზენჰაუერის შვილთა შვილია. ალბათ ყველას გაგიგონიათ ეზენჰაუერი პრეზიდენტი ამერიკის. და მას ბევრ რამეს აბრალებენ. ის ამბობს, ჩვენ გვაქვს ამნეზია. ამის გამო ჩვენ გვიყენებენ თავიანთ ინტერესებში. ჩვენ მოგვათავსეს ამ სისტემაში. ბავშვობიდან მთელი გარემო, რომელშიც ცხოვრობთ, ყველაფერი დანარჩენი გვებღაუჭება მატრიცით. ჩვენ წუნდებით იმაში, რაც სიმართლე არ არის, ჩვენ ვიცით, ჩვენ ვიხილავთ თავს, ჩვენ ვიციკლებთ თავს რამეზე არის ბევრი ნეგატიური შაბლონები. დევიდ აიკი უდიდესი ნაწილი კაცობრიობისა ახლანდელ დროს იმყოფება სიტუაციაში ტირანიისა. ისინი მილიარდები არიან ისეთები, რომლებსაც მართავენ. მე მათ ვარქმევ გლობალურ კულტს, რადგან ეს ქსელი დაკავშირებულია საიდუმლო საზოგადოებასთან. ისინი აკონტროლებენ განათლების სისტემას, რომელიც წარმოადგენს პროგრამულ სისტემას და აკონტროლებს მედიას. ისინი მალავენ ჩვენგან სიმართლეს, რომ ჩვენ უსაზღვრო ცნობიერება ვართ. დიახ, ადამიანი უსაზღვრო ცნობიერება. ლორა ეზენჰაუერი სინამდვილეში ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გონიათ. ჩვენ უნდათ გვაიძულონ ეს დავივიწყოთ. ეს ბნელი ტექნოლოგიები სინამდვილეში ქმნიან ჩვენი სულის განყოფილებებს იმ დონემდე, რომ შესაძლებლობა ხედავდეთ ნივთების მიღმა არ არსებობს. ესე იგი შესაძლებლობა ხედავდეთ ნივთების მიღმა არ არსებობსო. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ხელოვნების ძალა. არ ვართ ჩვენი სულის მატრიცასთან საჭირო კონტაქტში. ხო, ჩვენ თავარ სულთან გვიჭირს კონტაქტი, რადგან ვინც დედამიწა დაიყურო და გადააკეთა მთელი ინტელექტი დედამიწის ტერასი, კი ყველგან არის ბიოლოგიური ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ამათმა თავიანთი ტექნიკური ხელოვნური ინტელექტი დააყენეს, თავის ჩქარზე გადააკეთეს, გადმოაკეთეს და კავშირები შეგვიწყვეტეს დედამიწის მიღმა სივრცეში. ჩვენ ახლა კი იშლება და იშალა თითქმის ყველაფერი
დარჩა კიდე რაღაცები გადასაკეთებელი, მაგრამ მალე, ძალიან მალე არ შეშინდეთ, თქვენ დაიწყეთ რაღაცების მოსმენას, ხედვას, გეგონებათ რომ галлюცინაციები გაქვთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ. თქვენ უბრალოდ უბრუნდებით თქვენ პირვანდელ სახეს, როგორებიც უნდა იყოთ ადამიანები. ამას მე ვამატებ ახლა. დევიდ აიგი. მილიარდებით შეიძლება манипуляციის მილიარდებით შეიძლება манипуляცია და მართვა. იმ შემთხვევაში თუ მილიარდები ისემენ თავის ხელისუფლებას, ამ ნებას, ეს მოხდება იმიტომ რომ ჩვენ როგორც ადამიანური რასამ გავაკეთეთ არჩევანი, მივცეთ ჩვენი ძალა და კონტროლი აღთქმა. ამის შემდეგ არის ის, რომ შედარებით პატარა ნაწილი ადამიანებისა მართავდნენ იქნება კიდევ კაცრად. შენ იწყებ თამაშს იმ აზრით, რომ არ გინდა ირბინო პუნქტი A-დან პუნქტ B-მდე, იმის მაგივრად რომ გააკეთო ის, რასაც შენ გეუბნებიან, შენ აკეთებ იმას, რასაც თulis საჭიროდ. როდესაც ამბობთ არას, ეს ცუდი სიტყვა არაა, ეს პოზიტიური სიტყვაა. თუ რაღაც ძალა გეუბნება შენ გააკეთო რამე, შენ შეიძლება უთხრა არა. თუ მასე მოიქცევიან უმრავლესობა ადამიანებისა და იტყვის არას, ამას ექნება შედეგი. ადამიანებმა შემოკლებით მაქვს და მავიწყდება. ადამიანებმა რომ გააცნობიერონ, რომ ისინი არიან უსაზღვრო ყურადღების წერტილი ცნობიერებისა, ჩვენ რომ ყავდეს მილიარდი ადამიანებისა, რომლებიც გააკეთებენ იმას, რასაც თვლიან საჭიროდ, იქნებოდა სწორი და შიშების გარეშე, რომ შედეგი მოყვება მათი манипуლირება შეუძლებელი იქნებოდა. ხო, არას თუ იტყვითო, ესე იგი ამას მოყვება ის შედეგიო, რომ თქვენი манипуლირება იქნება შეუძლებელი. კორი გუდი ამბობს, ჩვენ ცნობიერებას შეუძლია გავლენა მოახდინოს ენერგიაზე, აზრებზე, სხვა ადამიანებზე, როგორც კი შეძლებს ემოციების და ცნობიერების გაკონტროლებას, ჩვენ მივახცევთ ჭუბდომას ჩვენ ხელოვნების მასიურ ცნობიერებასთან და შევძლებთ შექმნას ყველაფრისა, რაც მოგვინდება. დევიდ აიგი. თუ თქვენ ზღუდავთ შეძლების გზნობებს, თქვენ ზღუდავთ თქვენ შესაძლებლობებს. მაგალითად, თუ თქვენ ხედავთ სამყაროს მაგას და ფიზიკურს და ფიქრობთ, როგორ უნდა შეცვალოთ ყველაფერი და ფიქრობთ, როგორ უნდა შეცვალოთ ყველაფერი, მაშინ შენ
გადაწყვეტ, რომ ეს იქნება ნელი, რომ შენ ზოგი მოგიწევს ფიზიკური რაღაცეების გაკეთება, რომ რამე შეცვალო. მაგრამ თუ თქვენ აცნობიერებთ, რომ ეს სამყარო, ეს ფიზიკური სამყარო ილუზია, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ სინამდვილეში, არის ჰოლოგრამიული და რადგან ჰოლოგრამა არის 3D-ი, საინფორმაციო ველის გამოხატვა და თუ უცებ საინფორმაციო ველი იცვლება, მისი ჰოლოგრამიული გამოხატვა შეიცვლება. მისი ჰოლოგრამიული გამოხატვა უნდა შეიცვალო. ხო, ამას მეორე წაგიკითხავთ, რომ გაიგოთ. თუ თქვენ აცნობიერებთ, რომ ეს სამყარო, ეს ფიზიკური სამყარო ილუზია, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ სინამდვილეში ჰოლოგრამიულია და რადგან ჰოლოგრამა არის 3D-ი საინფორმაციო ველი, ესე იგი მესამე განზომილების საინფორმაციო ველი. რადგან ხო გამოხატულია მესამე D საინფორმაციო ველი და თუ უცებ საინფორმაციო ველი იცვლება და თქვენ ამას ხედავთ, მისი ჰოლოგრამიული გამოხატვა იცვლება, მისი ჰოლოგრამიული თუ საინფორმაციო ველი იცვლებაო მისი ჰოლოგრამიული გამოხატვა. ხანდახან ინტერნეტში ისეთი ვიდეოებს დებენ, მატრიცა არეულიაო, ამბობენ, მატრიცა კი არა არეული, იცვლება უბრალოდ ჰოლოგრამიული ინფორმაცია. ინფორმაციის საინფორმაციო ველის ჰოლოგრამა იცვლება და ეს შემთხვევით არ კეთდება, უბრალოდ ხალხს ამზადებენ, რომ ხალხი არ შეშინდეს და პანიკაში არ ჩავარდეს, თორემ თუ რა გონია, ის ისე შემთხვევით უშვებენ ოთხკუთხედ ღრუბლებს და რაღაც მილისებურ გაყვანილობას ცაში ღრუბლებისგან შემდგარ და რაღაცას უცნაურებს რომ ხედავთ, ეს იმიტომ კეთდება, რომ ჩვენ შევეჩვიოთ იმას, რომ მატრიცა შეიცვლება, რომ ილუზია იცვლება, რადგან საინფორმაციო ველი იცვლება, ჰოლოგრამიული ილუზიაც იცვლება ჩვენ გარშემო და ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს პირიქით, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ მშვიდად. და გავაგრძელოთ ახლა. დევიდ აიკი ამბობს, რომ ეს შეიძლება მოხდეს ძალიან ჩქარა, თქვენ იწყებთ მატრიცის კედლების დანგრევას, იწყებს 5 გრძნობის დანგრევას. უეცრად ჩდება ნივთები, რასაც არ ხედავდით. თქვენ ხედავთ, როგორ უერთდება ერთმანეთს წერტილები. ეს არის გამოღვიძება. კორიგუდი ამბობს, ხალხისთვის ცნობილია კონცეფცია იმაზე, რომ ყველაფერი ვიბრაციაა. სინათლე, ჩვენი ფიქრები, ყველა ფიზიკური ობიექტი, ჩვენ
აღვიქვამთ ფიზიკურ ობიექტებს, მაგრამ საინტერესოა სინამდვილეში ისინი არიან ვიბრაციების გამოხატვა. ჩვენი ცნობიერებას შეუძლია ფიზიკური რეალობაზე იმოქმედოს. დევიდ აიკი მოხდა ადამიანების დიდი რაოდენობის გამოღვიძება 2020 წელს. ბევრმა გაიხვიძა შენ ხარ ცნობიერება, რომელსაც აქვს გამოცდილება დედამიწაზე იყოს ამა თუ იმ პროფესიით, პოტენციურად შენ ხარ ის, ვინც ხარ, იქ ზევით. თუ გინდა ცნობიერება გააფართოვოთ, უნდა შეიცვალოთ აზრები. თქვენი ცნობიერება ფართოვდება იმის მიხედვით, თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს, შენ ხდები სხვა ადამიანი და სამყაროზე გაქვს სხვა ხედვა. ამით დავამთავრებ ამ ვიდეოს.